უხსოვარ დროში როდესაც ადამიანი ჯერ კიდევ კანიბალი იყო ადამიანის მიერ ადამიანის მოკვლას საზოგადოების თვალში რაღაც გამართლება ჰქონდა მაგრამ დღეს როდესაც ჩვენ უკვე ერთმანეთის ხორცს აღარ ავჭამთ ადამიანის მიერ ადამიანის მოკლა ყოველად გაუმართლებელ და ყოველად შეუწყნარებელ ცოდვად მიმაჩნია ცივილიზაციის ისეთ საფეხურზე, რომელზედაც დღეს ჩვენ ვიმყოფებით, როდესაც შექმნილი არა თუ ადამიანთა, არამედ კატათა, ძაღლთა, თაგვთა, ბუსთა, ფრინველთა, თერსთა და თქვენ წარმოიდგინეთ ქვეწარმავალთა დაცვის საზოგადოებები და კომიტეტები. ადამიანის მკვლელს თამამად შეგვიძლია უწოდოთ კანიბალი, კაციჭამია. თუ გადავხედავთ კაცობრიობის ისტორია, ძნელი არჩევანის გაკეთება, რადგან ბალანსი თითქმის თანაბარია. ისტორიაში უამრავი მაგალითია იმისა, თუ როგორ ეწირებოდნენ საზოგადოების ინტერესებს მზესავით ნათელი ინტელექტები, სწორუპოვარი გენიოსები, სათაყვანებელი კერპები. არანაკლები მაგალითია იმისა, თუ როგორ ეწირებოდნენ ქალაქები, ქვეყნები, სოფლები, ერები და ცივილიზაციებიც კი პიროვნებათა ნებებს, სიბრიყვესა და ამღვრეული გონების ნებასულს. აქ ძნელი არჩევანის გაკეთება. მთელი ჩემი არსებით მეზიზღება მკვლელი, თუნდაც იმ უპირატესობის გამო, რომ მას შეუძლია კაცი მოკლას და მე ეს არ შემიძლია. პირადად მე იმდენად წინააღმდეგი ვარ ყოველგვარი სისხლიანი ძალადობისა და იმდენად წარმოუდგენლად დიდ ცოდვად მიმაჩნია ადამიანის მიერ ადამიანის მოკვრინება, მისთვის ღვთის მიერ მინიჭებული და ნაბოძარის ცოცხლიდან თუნდაც ერთი მზიანი დღის მოკლება, რომ ჩემთვის ერთი არჩევანია და სხვა არჩევანი არ არსებობს. მე გაგვდევთ არიან პირველ რიგში როგორც მოქალაქე. და შემდეგ როგორც სახელმწიფო ბრალდებელი მოვითხოვ სამართალში მიცემული სალარიძე ნიშნეულ იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 104 მუხლით გათვალისწინებული სასჯელის უმაღლესი ზომა მეხორეთა